შემდეგ დაიწყო ახალი დაპირისპირება რუსეთში აცხადებენ საქართველოს დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან ბოიკოტის მოწინააღმდეგეები, ხოლო ამასთან დაკავშირებით მათ აკრიტიკებს უკვე ნიკა გვარამია ამის რომ მსგავსი განცხადება არ მოგისმენია და საბოლოოდ ინგლისურის ცოდნას დაუწუნეს ერთმანეთს. თქვენ როგორ შეაფასებთ ახლა რა მდგომარეობაში ამ განცხადებამ ოპოზიცია? გასაგებია მათ შორის საბოლოო განცხადებიდანაც ნახეთ ჩვენ თუ რა დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების მიღმა ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისგან და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოიკოტირების მიმართ. აი ეს არის სადაც აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც არა საკუთარი ამომრჩევლს უსმენენ, არამედ უსმენენ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობას. რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან 2020 წელს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები და დღეს იმკიან იმას, სადაც შევიდნენ იმის გამო, რომ მოусმინეს არა ქართულ ხალხს, არა უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის დამსახურება არის, რომ დღეს ისინი არიან ქუჩის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სცადა მათ შორის ძალადობით ხელისუფლების დამხობა. მათი ლიდერები დღეს საშილს იხდიან ხელისუფლების დამხობის კენმოწოდებისკენ და მათ შორის მათი ზოგიერთი მხარდაჭერი. ასე რომ არ ვიცი ეს ალბათ არ იქნება მათთვის გაკვეთილი, მაგრამ ბევრისთვის საქართველოში უნდა იყოს გაკვეთილი, როდესაც როდესაც ემორჩილები გარე ძალას და როდესაც უყურებ გარედანაც გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდები ზუსტად ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა. ლელოს განცხადებები ნახე დიდი სამით ახლა აღმოჩნდა, რომ ლელო და სხვები ერთმანეთში ამ საკითხზე კამათობენ და თავად მანდატები რომ დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით. და დღეს შეიცვალეს აზრი, იმიტომ რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი იცვლება იმის ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამას მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად თავს თავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები საქართველოში და სთავაზობენ საქართველოს ლანგრად, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგვაქვს. თქვენ თქვით, რომ ეს არის გაკვეთილი და თქვენი გუნდი მიიჩნევს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გასაგებად, რომ ეს არის შეცდომა, რასაც არ ამბობს გვარამია. გვარამია ვერ კითხულობს ამ დოკუმენტში იმას, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტზე და ამ ინსტიტუციაზე უარი თქვა. ინგლისურის ცოდნის დონემდე დავიდა მათ შორის ოპოზიციაში ეს ყველაფერი. რეალურად რატომ ჯიუტდებიან? იციან რომ შეცდომა იყო და არ აღიარებენ, თუ მართლაც არ მიაჩნიათ ეს? იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის თუ ბრიუსელის მხარდაჭერა ამ რადიკალიზმში. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვაკვირდებით ბოლო პერიოდია, მას შემდეგ რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, რომ დღეს რადიკალიზმი მხარდამჭერელი არის ბრიუსელის მხრიდან, დღეს ანტიდემოკრატიული ძალები მხარდაჭერელია ბრიუსელის მხრიდან და დღეს ძალადობა მხარდაჭერელი არის ბრიუსელის მხრიდან. ასე რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ხალხმა თავისი სიბრძნით და გამძლეობით მივიდა სწორედ ამ წერტილზე, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყდეს საქართველოსთან ურთიერთობაში, როდის გითხეს ბოლოს, რომ ჩვენი საერთო ღირებულება არის სუვერენიტეტის პატივისცემა, აღარც გვახსოვს, ხო, როგორც წესი ამ სიტყვას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის წყვილში იყენებენ ხოლმე და ამ მხრივ სუვერენიტეტს და არა სუვერენიტეტს გარე შიდა საქმეებში ჩავრელობის მხრივ. ასე რომ ის რაც დავიწყებული აქვს დღეს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში, ის ღირებულება, რასაც ქვია სუვერენიტეტი, ამერიკულმა დელეგაციამ რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენა, მათ შორის ახსენა როგორც საერთო ფასეულობა ორ ქვეყანას შორის. ასე რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს სწორედ ეს პოზიცია და სამწუხაროა, რომ ბრიუსელი კვლავ არის რადიკალიზმის მხარდაჭერი და რჩება ერთადერთ მხარდაჭერად საქართველოში რადიკალიზმის. ამიტომ ჩვენც აქ მნიშვნელოვანია, რომ აქაც მივახციოთ ცვლილებას
ბრიუსელის პოლიტიკაში. ერთ დავაზუსტებ, პოტენციალი არსებობს საქართველოს-ამერიკას შორის ურთიერთობებში, დეპარტამენტი ამბობს, გადატვირთვის პროცესი თქვენ ამბობთ, რომ დაწყებული არის, როგორი შეიძლება იყოს დინამიკაში გამოიხატოს, იმიტომ რომ თქვენ ხას უსვამთ, რომ უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა და ამის ნიადაგზე უნდა დაიწყოს და განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა. რას ელოდებით ახლა ამერიკისგან? ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ საუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც შეხვედრებმაც და შეჯერებამ, ასე ვთქვათ, ღირებულებით საკითხებზე, ამით დაადასტურდა დაადასტურეს ამ განცხადებისაც, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ. და მეორე, საერთო ინტერესები იქნება ეს ეკონომიკური ინტერესები თუ სხვა სახის და ამ ინტერესებიდან ამ ინტერესების უბრალოდ ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, როდესაც ვამბობდით, რომ ვაცხადებდით ჩვენ მზაობას ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე და ეს განცხადება დელეგაციის სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები, ჩვენი წარმოდგენა ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ ხრივ რეალიზდა მათ შორის ამ განცხადებიდან გამომდინარე. პრემიერის ანგარიში უნდა იყოს საუბრობთ 26 ივნის საგზაფხულო სესიის დახურვის დღეს დოკუმენტში ვცვლად არის სექტორულ მუშაობაზე, საქმიანობაზე აქცენტი გაკეთებული. გამოწვევებზე ნაკლები არის საუბარი და ოპონენტები საყოველთაოდ უფრო მეტად იწოდებს თავს მთავრობა პარლამენტში, ვიდრე იმაზე საუბრობს, რა პრობლემები აქვს ქვეყანას. როგორ იქნება პრემიერის ანგარიში და კითხვა-პასუხის რეჟიმიც იქნება წარმოდგენილი, ინტერესის საგანი რა იქნება ამ შემთხვევაში თქვენი უმრავლესობის. დიახ, ბოლო პლენარული სესიების კვირაში იქნება პრემიერის ანგარიში, სავარაუდოდ იქნება 26 ივნის, თუმცა საბოლოო თარიღზე კიდევ შევთანხმდებით და 26 ივნის იცით, რომ იხურება საგაზაფხულო სესია. რა თქმა უნდა, მე წინ არ გავუსწრებ პრემიერ-მინისტრს ანგარიშის მიუხედავად იმისა, რომ წერილობით წარმოდგენილია, თუმცა ზეპირ გამოსვლაში ეს ყველა აქცენტი შეეხება, რაც მნიშვნელოვანი არის მთავრობის საქმიანობის წარმოსაჩენა და ასევე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს განვითარების დღევანდელი მაჩვენებლების ყურადღების გასამახვილებლად. ამიტომ მე წინასწარ არ შევიდოდი ამ დისკუსიაში, გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში. ეს მიუთითებს, რომ ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოს საუბრობს ხოლმე და ჩამოწერილი უყავართ ფაქტობრივად, ასე ვთქვათ და ჩვენ განვითარების მთავარ მაგალითად გვისახავს მოლდოვას და უკრაინას, სადაც ერთშიც და მეორეშიც ხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციას და კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს და ზოგადად პრობლემას იმ ხრივ, რომ ჩანს კიდევაც, რომ გუშინდელი განცხადებაც იყო კიდევ ერთხელ ვიცე-პრემიერის მოლდოვის, რომ ისინი გეგმაბეთ და როგორც ჩანს უკვე გეგმად განიხილავენ რუმინეთთან მიერთებით ევროკავშირში გაწევრიანებას და არა როგორც სუვერენულ სახელმწიფო ისე გაწევრიანებას და ხედავთ უკრაინასთან მიმართებით ასევე მათ შორის გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომ სავარაუდოდ ტერიტორიული დათმობები იქნება ერთ-ერთი წინაპირობა მშვიდობის და შესაბამისად ევროკავშირში რაიმე წინსვლის. აქედან გამომდინარე, ამიტომაც გავუსვი ხაზი, რომ ჩვენ ყვავები დავჩხავიან ზოგიერთი უცხოელები და ელიან, როდის იქნება, რომ რაიმენაირად, ასე ვთქვათ, მაჩვენებლებზე მაჩვენებელი იყოს არა ისეთი, რომელიცაც გეგმავს მთავრობა და აქ ასე ვთქვათ, ნიშნის მოგებით გვესაუბრონ შემდეგ, რომ თითქოს არასწორი პოლიტიკა აქვს მთავრობას. ამის საპირისპიროდ, სამედნიეროდ ყოველ ჯერზე მარცხდებიან ყველა, ვინც ყვავით დაგჩხავის საქართველოს და ქართულ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას. ქვეყნის შიგნით იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან ჩვენი ბრჭყალებში კეთილმსურველები. და ჩვენ აქედან გამომდინარე ეს ციფრებიც ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა,
სწორი პოლიტიკა როგორც უსაფრთხოების ისე ეკონომიკის მიმართულებით, ვინაიდან ეკონომიკური განვითარებაც ვერ იქნებოდა რომ არ ქონდეს ჩვენ უსაფრთხოების ის სტანდარტი შენარჩუნებული რაც ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ ყურს არ უგდებს იმ ცრუ მრჩევლებს, რომლებიც სწორედ ეს მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მათთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურ სტაგნაციაში, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა იმაზე თუ ბრიუსელს რა ინტერესები აქვს რეგიონში თუ საქართველოში და ამითი ქართული ხალხი მხოლოდ იგებს. წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ, იმიტომ რომ ბრიუსელს არ უსმენთ. ფიშერი არსენით ბატონჩალო, თქვენ გერმანიის ელჩის ინტერვიუს ნახავთ, ალბათ სადაც ისაუბრა, რომ საქართველოს ძალაუფლებაში მყოფ პირებს არ უნდათ ევროკავშირში გაზერიანება, უბრალოდ ამას საკუთარ ხალხს ვერ ეუბნებიან და მას ჰქონდა განცხადებული ეთნიკური ნიადაგზეც ალბათ იცნობთ ინტერვიუს, ამიტომ პირდაპირ კითხავთ, თქვენც მოგმართათ მან რა ახსნა გაქვთ იმ ყველაფრის, რასაც ის აკეთებს განცხადებებს. მე მგონი უკვე დიდი ხანია ნათელი იყო რომ ბატონი პეტერი სწორედ აქ დაასრულებდა, სადაც დაასრულა კერძო ქსენოფობიური განცხადების ავტორად გამოჩნდა ქსენოფობიური განცხადებებით. როდესაც ადამიანი ჯერ ფაშისტური სლოგანის წინ პოზირებს, შემდეგ ექსტრემისტებს აცხადებს ამ ქვეყნის მომავლად, შემდეგ მხარს უჭერს და აგულიანებს პროპაგანდისტებს, იქიდანვე უკვე ჩანდა, საით მიდიოდა ეს ყველაფერი, ასევე მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რომ მან პირადად უკვე ქსენოფობიური განცხადება გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რაც ეს განცხადება აჩვენებს ბევრ რამეს და არ მინდა ბევრ წიაღსვლაში შევიდე თუ რა ღირებულებები ან ღირებულებების არ ქონა კარნახობს ადამიანს ამგვარი განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ერთ რამეს აჩვენებს კიდევ დამატებით, თუ რა ადვილად შეუძლიათ წაგვკიდონ ქართველები აქ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ერებს თუ ქვეყნებს რა ადვილად და გულცივად შეუძლიათ აქ დაანთონ ჩამოაგდონ შუღლი ეთნიკურ ნიადაგზე მათ შორის და დაანთონ ცეცხლი რეგიონში რომელშიც ამგვარი ცეცხლი არაერთხელ დანთებულა და საბედნიეროდ დღეს ვაკვირდებით მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობიდან გამომდინარე, რომ სწორედ იმიტომ, რომ თითოეულმა ქვეყანამ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით დაიწყო პოლიტიკის გატარება, სწორედ ამიტომ შესაძლებელი გახდა მშვიდობა ამ რეგიონში, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. და ვხედავთ ჩვენ ეს წამოცდენა ფროიდისეული, რაც გამოვიდა ბატონ პეტერს, აჩვენებს თუ რა უკანა აზრები აქვს ზოგიერთს რეგიონთან დაკავშირებით, როგორ გვიყურებენ საერთოდ. დღეს ახსენა სხვა ერები, მაგრამ სხვა წრეში და სხვა კონტექსტში. იქ ასევე დაკნინებით ქართველებს გვახსენებს ალბათ, რომ ეხა ქართველობა ხომ არ გინდათ ვიღაცას ეტყვის ალბათ. ასე რომ ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ თუ რა მარტივად და რა მარტივად და რა გულცივად შეუძლიათ ჩამოაგდონ შუღლი ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ ჩვენ ინტერესებს ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. ბატონო შალვა, რამდენიმე კითხვას დავისვათ თუ შეიძლება. თქვენ ოპოზიციასთან დაკავშირებით ისაუბრეთ მანდატებზე და რამდენჯერმე თქვით რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მაიძულა ოპოზიცია თუ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაპირობა ის რომ ოპოზიცია მანდატებზე უარი თქვა და ასე შემდეგ. ახლა ახალ ადმინისტრაციას აქვს ახლებური მიდგომა, რა შეიძლება შეიცვალოს? შეიძლება ის რომ მოუწევთ 2028 წლის 22 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ის მანდატს რომელსაც მიიღებენ, ვინც მიიღებს მონაწილეობას, იმ მანდატს ემ პატივი. იმიტომ რომ მათთვის ამოსავალი ჩვენი კონსტიტუცია კი არ არის, ამოსავალია გარედან ასე ტყვიან და დღეს ამას ეუბნებიან გარედან და ალბათ იმედია მაგრამ ახლა ამ ეტაპზე აღმოცენილობით, როცა ახალი ადმინისტრაცია ამას ამბობს, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ წინა ადმინისტრაციამ რაღაცები განაპირობა. ამ ეტაპზე შეიძლება თუ არა რამე ცვლილება ნახოთ. რა სახის ცვლილება ვნახოთ? ამ ეტაპზე შეუძლიათ იჯდნენ სახლში და იზრუნონ იფიქრონ 2028 წელზე, ხა სხვა რა უნახნა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ყოფილიყვნენ
დემოკრატიული პროცესის ნაწილი, მაგ გქონდა შესაძლებლობა რომ რაც უთხრეს პრინციპში ანაბანა აუხსნეს სინამდვილეში ამ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, ანაბანა აუხსნეს დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოსი, რომ ის მანდატი, რომელსაც შენ იღებ, ეს მანდატი უნდა გამოიყენო დემოკრატიულ ინსტიტუტებში შენი ამორჩევლის ხმის გასაჟღერებლად. და თავის დროზე ამერიკის წინა ადმინისტრაციამ მიუთითა, ბრიუსელმა მიუთითა და ამიტომ დატოვეს მანდატები. ასევე ეს მათი ბრალია სრულად თავი ჩაიყენეს ამ მდგომარეობაში საკუთარი ქცევით, ესაც შეეხება წმინდა დემოკრატიულ პროცესებს და მეორე ამას ამ ცეცხლს კიდე ნავთი დაასხეს იმით, რომ გადაწყვიტეს, რომ შეეძლოთ ძალადობით ხელისუფლების შეცვლა, მოაწყეს 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა და ახლა მათი ზოგიერთი ლიდერი ამ დანაშაულისთვის საშიშროს იხდის. ასე რომ არ ვიცი, ვინმე თუ რამე დასკვნას თუ გამოიტანს, ეს ჩვენი საზრუნავი არ არის. პირიქით, ჩვენ რასაც ვამბობდით, ზუსტად ის აცხად და ერთ-ერთში, რასაც ვეუბნებოდით, რომ ნუ უსმენთ გარეს დამკვეთებს, მოусმინეთ ქართულ ხალხს, თქვენ სამომრჩევლებს. არ მოусმინეს, მიიღეს ეს შედეგი. ბატონო შალვა, ეხლა ამ შეხვედრებიდან გამომდინარე და რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ახალი მიდგომები და ასე შემდეგ, მათ შორის ეს ყველაფერი მოხდეს ნუ არა გავლენას ქართული ოცნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც და კონკრეტულად 2028 წლის არჩევნებზე საუბრობთ ხოლმე და საუბრობთ და ყოველ შეიძლება რომ ქართულმა ოცნებამ შეცვალოს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. იგივე ამ შეხვედრებზე თქვენ არ გვეუბნებით იღოთ თუ არა უშუალოდ ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ეს შეხვედრები მათ შორის ხომ არ იქონიებს გავლენას, რომ თქვენ გადაწყვეტილება შეცვალოთ და გამოიწვიოთ ის არჩევანი ან რამე მსგავსი მოხდეს. ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არც არასდროს მიგვიღია და ვერც არასდროს მივიღეთ. ჩვენ ერთადერთი გვაქვს ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები და ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუ კი პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ის არ უნდა არსებობდეს. ამიტომ ჩვენ მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ განსაჯოს ჩვენი აზრი და მოსახლეობის უმეტესობის აზრი. და შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ჩვენ 1,100,000 ადამიანმა მოგცა მანდატი, რომ მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ასე რომ ამ საკონსტიტუციო საარჩევნოს უკან დგას არა ქართული ოცნების თუ პარლამენტის გარკვეული წევრები რაოდენობა, არამედ დგას 1,100,000 ადამიანის სარჩელია ეს კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. ასე რომ გააჩნია თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ასეთ პარტია უნდა არსებობდეს. ეს არის ვინმეს თქვენი აზრი ან ვინმეს აზრი? თუ კი ანტიკონსტიტუციურია პარტია, ჩვენივე კონსტიტუცია ამბობს, რომ მისი არსებობა კონსტიტუციის წინააღმდეგი იქნება. ასე რომ ნახოთ სასამართლო ამ ხრივ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ერთხელ ჩვენ ამ მიზანშეწონებიდან გამომდინარე გეუბნებით. პოლიტიკურად მიზანშეუწონელი არის, რომ ანტიკონსტიტუციური პარტია არსებობდეს. როგორც მიზანშეუწონელია, რომ ფაშისტური პარტია, ხო მიზანშეუწონელია, რომ ფაშისტური პარტია არსებობდეს, ან რა ვიცი, რაღაც სხვა ისეთი ძალადობრივი პარტიები თუ სხვანაირი პარტია არსებობდეს. კონსტიტუციას თუ ეწინააღმდეგება, ეს კონსტიტუცია სწორედ ეს არის მიზანშეუწონელი, რომ ასეთი პარტია არსებობდეს. თქვენ ახლა როდესაც საუბრობთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ იწონებს იმ ნაბიჯს, ოპოზიციამ გადადგა თავის დროზე და მანდატი დათმო, ახლა თქვენ არ გაინტერესებთ მაგალითად როგორ შეაფასებთ ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ბოდიში, როგორ შეაფასებს ახალი ადმინისტრაცია იმას, თუ საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება. ეს არ გაინტერესებთ? შეიძლება ამასაც ლიქ გამოს. არ უყურეთ ჩვენ ხო იგივე ხელისუფლება ვართ, იგივე პოზიცია გვაქვს, რაც ჰქონდა 2024 წელს, როდესაც იყო ამერიკის წინა ადმინისტრაცია. პოზიცია დღეს შეიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და შეიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც. ჩვენ იქ ვართ, სადაც ვართ. ვინც პოზიცია შეიცვალა, სავარაუდოდ მან გაანალიზა, რომ წინა ადმინისტრაციის პოზიცია იყო არასწორი, უსამართლო და ამიტომაც არის ახლა სხვანაირი პოზიცია. შესაბამისად ჩვენ იმ პოზიციაზე რაც ჰქონდა, ეს მხოლოდ ადასტურებს ჩვენი პოზიციის სისწორეს. რაც შეეხება მოწონება, არც მოწონება, რა ვიცი, ჩვენი კონსტიტუცია ვისაც მოსწონს, ყველას მოეწონება, რომ ანტიკონსტიტუციური პარტია არ უნდა არსებობს, ამას ამბობს კონსტიტუცია. თუ ვინმეს არ მოეწონება ეს, მაშინ გამოიწვია ჩვენი კონსტიტუცია არ მოსწონს და
ვისაც ჩვენი კონსტიტუცია არ მოსწონს, მას ესე ქართული ხალხი არ მოსწონს, არ ვიცი. კიდევ ერთ კითხვას დავისვათ ბატონო შალვა, საქმე ეხება ფასების გაძვირებას, კონკრეტულ პროდუქტებზე გაძვირდა ფასები არა და ჩვენ ვთქვა მოლოდინი, რომ შემცირდებოდა, მაგალითად ხილი, უძენი, მინერალური წყალი, ხორცის პროდუქტებზეც კი გაძვირდა წინასწარ შედარებით. ამავე იმუშავა, პლუს რაღაც ეკონომიკური სერიოზული გლობალური მიღწევები გვაქვს ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ პროდუქტებზე ფასები იზრდება. პირიქით, მაგ სტატისტიკაში რომელიც გამოქვეყნდა წერია, რომ სურსათზე ფასები შემცირდა. არ ვიცი როგორ გაიზარდა, როდესაც შემცირდა. სურსათზე ფასები შემცირდა. ცალკეული, რა ვიცი, პროდუქცია შეიძლება იყოს ზოგან მატება, ზოგან კლება, თუმცა რაც შეეხება საერთო საქმეს, რაც შეეხება საერთო სტატისტიკას სურსათთან დაკავშირებით, ფასები შემცირდა. ესეც კარგია, მათ შორის ჩვენ ხედავთ ეს ტენდენცია არის ბოლო 2 თუ 3 თვის, რომ სურსათზე ფასები თლიანობაში იკლებს, რაღაც პროდუქცია შეიძლება მოიმატოს სეზონურობიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, მაგრამ სურსათზე იკლებს. კარგია, მათ შორის ამაში ჩვენ ხედავთ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მუშაობის შედეგსაც. ბატონო შალვა, ერთსაც გითხრათ თუ შეიძლება, მოკლედ კორუფციასთან ბრძოლაზე ქართული ოცნება ძალიან ბევრს საუბრობს, მაგრამ გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც დაახლოებით 33-მდე ქართული ოცნების წარმომადგენლის კორუფციულ სქემებზე არის საუბარი, ხოლო 6 თვეში ელიტური კორუფციის 38 ახალი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორისო არისო ემან ჟორჟულიანის დაუსაბუთებელი ქონება, ვიქტორ ჯაფარიძიშვილი. ვისი კვლევა არის თქვით და მანდ ვიმორჩებით როგორ ყველაფერს. შეღავათიანი. ვისი კვლევა არის, ბაქიდან დაიწყეთ. აი თქვენ თვითონაც გეცინებთ, რატო გეცინებთ? რატო გეცინებთ? რატო გეცინებთ ესე ეკაგი გაურის განცხადა? აი ხო თქვენს გეცინებთ. ხო თქვენს გეცინებთ. რაზე? წარმოვიდგინე, რასაც კეთებ მე თვითონ. არა, თქვენ თვითონ გაგეცინებთ. ხო და გამარჯობა. როგორ შეიძლება მითხრათ? ხო და აი ხა ეკაგი გაურის განცხადებებს ხო ხედავთ თქვენ თვითონაც გეცინებათ უკვე, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც არის უცხოეთის დაკვეთის შემსრულებელი და რა ქვია ესტონეთში რეგისტრირებული NGO მიხედოს ესტონეთის ხელისუფლებას. ამას ურჩევდი რა. ესტონური NGO არის, შეისწავლოს ესტონეთის ხელისუფლების კორუფცია იქნება ეს თუ გამჭვირვა თუ ასე შემდეგ. ნუ სისულელია. კიდევ ერთხელ. გავიგეთ, უყურეთ ეკა გიგაურს და გამჭვირვალობის აი ამ ხალხს, ამაში ფულს იღებენ. ამაში ისინი იღებენ ფულს. ეს კორუფცია სწორედ ეს არის. თუ გაინტერესებს, ეს არის სწორედ კორუფცია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც შავი ფულით და ეს ხალხი ატრიალებს შავ ფულს, ამიტომ რეგისტრირდებიან სხვაგან, რომ იქ მიიღონ ფული, არ დაადეკლარირონ საქართველოში, დაუმალონ ბიუჯეტს და ფული აიღონ იმისთვის, რომ ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეობის პასპორტი მათ ჯიბეში უდევთ, იმ ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინოს. ამიტომ სწორედ ეს არის კორუფცია. სინამდვილეში კორუფციაში არის ჩაფრული თლიანად ეს ორგანიზაცია, მათ შორის ეს არა მხოლოდ არის მათ შორის ტრანსნაციონალური კორუფცია, იმიტომ რომ უცხო ქვეყნების პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას ემსახურებიან. ბატონო შალვა, იცით რა ინტერესებს? აი, მაგალითად, ზარქვა, სანიკიძე და ტალახაძე, როდესაც იყვნენ მოგზაურობაში, ეს ყველაფერი დეკლარაციაში არ შეიტანეს. კანონი, რომელიც მანუ ჩხარტიშვილისთვის მიიღეს თამბაქოს აქციისთან დაკავშირებით. კიდე ერთხელ, სანამ, უყურეთ, მანამ სანამ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს კვლევა, ეს ადამიანები კორუფციაში არ არის? მანამ სანამ საერთაშორისო გამჭვირვალება რა დეკლარაციებზე საუბრობს საერთაშორისო გამჭვირვალება, რომელიც მალავს თავის შემოსავლეს. უმალავენ არა მხოლოდ საზოგადოებას, თქვენ გიმალავენ, რაში იღებენ ფულს უცხოეთიდან, არამედ დიდი ალბათობით უმალავენ სახელმწიფოსაც გადასახადების სახით. სწორედ ეს არის სავარაუდო სქემა, როდესაც ესტონეთში რეგისტრირდებიან რომელიღაცა ხუხულაში ორგანიზაციები ფიქტიური რეგისტრაციით იმისთვის, რომ ფული გაათეთრონ, არ გადაიხადონ გადასახადები საქართველოში, სავარაუდოდ ამ სქემებში არიან, ასე რომ ვინ საუბრობს იმაზე დეკლარაციებზე და გამჭვირვალებებზე და კორუფციაზე, საუბრობს ორგანიზაცია, რომელიც მალავს თავის ფინანსებს საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე. ეს ეხება მაინდთან დაკავშირებით რო გიხოთ, ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, პოსტი დაწერა, რომელიც ამბობს, რომ
ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ იყო მიმართული მაინულთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თუ ეს ასე არ არის, კითხეთ თავად ვიქტორ ჯაფარიძესო და ამბობს ლევან ხაბეიშვილი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე გამოიმუშავებს კრიპტოს სვანეთში უფასო დენით. გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რა შეგიძლიათ გითხრათ? მე შემიძლია გითხრათ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის სისხლსამართლის დამნაშავე, რომელიც იხდის სასჯელს და უმჯობესია მან ეს დრო გამოიყენოს რესოციალიზაციისთვის, იმისთვის, რომ თავისი დანაშაულებრივი ზრახვები გადაიაზროს და საზოგადოებას, როცა მოიხდის სასჯელს, დაუბრუნდეს გამოსწორებულ ადამიანად და არა დამნაშავედ. მე არ მგონია ზოგადად, რომ სისხლსამართლის დამნაშავეების ასე ვთქვათ, ცდილობებს, რომ თავი აქტუალური დატოვონ, ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს მათ შორის საზოგადოების პასუხიც უნდა იყოს. როდესაც ასეთი განსაკუთრებით ასეთ დანაშაულს ეხება საქმე, როდესაც შენ სახელმწიფოს წინაშე ჩადიან დანაშაულს, ფიქრობ, რომ საზოგადოების პასუხიც უნდა იყოს იგნორირება იმ წამოძახილებისა, რომელიც პენიტენციური სისტემიდან გააჩნია მას, მიხეილ სააკაშვილის თუ სხვა დამნაშავეებს, რომლებიც იქ უნდა ისხდნენ და რომ არა არსებული, რა ვიცი, დღევანდელი სოციმედია საშუალებები იქნებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებული იმით, რომ გაიაზრონ თუ რა დააშავეს საკუთარი ქვეყნის წინაშე. ლევან ხაბეიშვილზე არ მიკითხავს. ვიქტორ სანიკიძე კი არა და ვიქტორ ჯაფარიძე გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია, ან არის თუ არა რაიმე კავშირში ამ მაინულთან ვიქტორ ჯაფარიძე, რომელსაც აკავშირებს სვანეთთან. უკვე კიდე ერთხელ. და ის გამოიმუშავებდა თუ არა კრიპტოს სვანეთში. უყურეთ, მთელი არსი, ამიტომ უყურეთ, ხა დამნაშავეს რა აქვს დასაკარგი, ხო? როგორ მის გაცხადებ, იმიტომ მის გაცხადებ მეორე განცხადებაც ხონდა. გეტყვით. ეს უყურეთ, დამნაშავე ხაბეიშვილი ზის ახლა ციხეში და ცდილობს რომ თავისთავი აქტუალურ რაღაც უნდა თქვას და ჩვენ ისინი უნდა განვიხილოთ და ამით უნდა ისა ეს ხო ეს თქვა მე წეღან ნახე თქვა რომ აქვია პრემიერ-მინისტრო გადააყენებენო და ვიღაცა უნდა დანიშნონ ამ ყველაფერს ისვრის ასე თქვა რომ ჩვენ აქ ერთი ორდინალური დამნაშავის ცდილობებზე რომ თავი აქტუალური დატოვოს პოლიტიკაში ამას უნდა აუყვეთ. საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამის თქმა. უყურეთ, საერთოდ ამ საკითხში შესვლაც კი არის უკვე ლევან ხაბეიშვილის დღის წესრიგით მოძრაობა და რატო უნდა შევიდეთ ადამიანის დღის წესრიგში ადამიანის დღის წესრიგში რომელიც არის დამნაშავე, რომელსაც სახელმწიფოს წინაშეა ჩართული. ნამდვილად თავს ვარიდებ ლევან ხაბეიშვილის დღის წესრიგით გერმანიაზე გითხავთ, რომელიც რწმუნებათა სიგელს არაძლევს საქართველოს ელჩს. ეს ადამიანი უკვე თანამდებობაზეა, გერმანიაში არის, საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებს. საგარეო უწყება ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება გერმანიის მხრიდან არის გაუგებარი. როგორი არის დიპლომატიაში, როდესაც არაძლევენ ელჩს რწმუნებათა სიგელს, ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც მისცეს და ეს არის გერმანიის გადაწყვეტილება, რომელსაც ასე საჯაროდ არ განმარტავენ, რომ საქართველოსთან აქვს რაღაც პრობლემა და ამიტომ არის ეს განპირობებული. მე ვფიქრობ, თლიანად ეს ყველაფერი დაკავშირებულია პეტერ ფიშერთან, მანამ სადამის აქ არის, არც რწმუნებათა სიგელის გადაცემა იქნება და ვებგვერდსაც არ ჩაასწორებენ. ეს არის მთლიანად პეტერ ფიშერის ფაქტორი, რომელსაც აქვს პირადი ზიზღი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, აქვს პირადულში არის გადასული მთელი მისი დამოკიდებულება, რაც აქვს ასე ვთქვათ, ქართული ხალხის მიმართ. ამიტომ ჩემი აზრით მას პირობა აქვს წაყენებული, რომ სადამის აქ არის და არ დატოვებს საქართველოს, არანაირი ცდილობა არ იყოს და შევხედავთ ჩვენ, აი წავა საქართველოსთან, მე ვნახოთ უცებ ვებგვერდის შემთხვევით ხომ არ შესწორდება და ხომ არ ჩაიწერება სიმართლე და არა ტყუილი დეზინფორმაციაზე საუბრობს პეტერ ფიშერი დეზინფორმაციად წოდებაო და გერმანიის საგარეო სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს პირდაპირ დეზინფორმაციას. დეზინფორმაციის წყარო დღეს არის გერმანიის საგარეო სამინისტროს ვებგვერდი საქართველოსთან დაკავშირებით. ამეთი რაღა უნდა ვისაუბროთ და კიდევ ერთხელ მე სულად დარწმუნებული ვარ ეს არის პეტერ ფიშერის ფაქტორი თავადაც თქვა, რა ვიცი, აი ვითვლით დღეებს, დაქტოვებს და ნახოთ მე როგორ იქნება. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან თავისი პირი და აქედან 7 დანაშაული აღიარდა და საპროცესო გაფორმების შეთანხმებით ბრალდების მხარის მიმართა.
თქვენთვის რასაც უბრალოდ ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ ამ მოძალადეებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს და ცდილობდნენ ბევრი დაკნინებას ამ ძალადობის, ხან ღობის საქმეო, ხან იმის საქმე, ხან ამის საქმეო. მოძალადეებმა თავად თქვეს და აღიარეს რომ ჩაიდინეს ძალადობა და მეორე რაც მნიშვნელოვანია ასევე მათ აღიარეს რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის დაკავება, ხელში ჩაგდება. ეს არის რაც მათ აღიარეს. და აქედან გამომდინარეც უნდა ბევრი რაღაცა დავასკვნათ და ახლა ხელახლა უნდა მივმართოთ კვლავ ბრიუსელს მათ ელჩებს აქ რას აპირებენ? აპირებენ ახლა დაგმონ თუ არა, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შემოხლაში, რომელიც შემთხვევაში ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს. როდესაც უკვე ჩვენ სახეზე გვაქვს პირდაპირ აღიარება მოძალადეების მხრიდან, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა და პირდაპირ აღიარება, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება. და აქედან გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები. და მეორე ითქვა კიდევაც, რომ სახელმწიფო ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე შეხედავს და თუ სადაც იქნება სინანული აღიარება, იქ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს შეიძლება იყოს საპროცესო შეთანხმება პირობითი მსჯავრით, შეიძლება იყოს რეალური მსჯავრით, ეს დამოკიდებული არის როგორც ყოველთვის ბრალის სიმძიმეზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროკურატურა მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, რომლითაც მოძალადეები ერთის მხრივ თავის ძალადობას აღიარებენ და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მიზანს და მეორეს მხრივ პროკურატურა რეალური მსჯავრით და პირობითი მსჯავრით სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას. და ეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ მათ შორის ამ ადამიანებს იქნება თუ სხვა, აი სად მიიყვანეს ხაბეიშვილის და მსგავსმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ადამიანები წაიყვანეს დანაშაულზე, სად მიიყვანა ბრიუსელმა ეს ადამიანები, რომლებმაც ეს ხალხი წაიყვანა დანაშაულზე და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენს, რომ ევროკომისიამ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის ძალადობას. წისწრებით ევროკომისიის განცხადებით, რომელიც ეხებოდა რომ ხარს უჭერენ ამ თავყრილობას, რომელიც წინასწარ დაანონსებული იყო, რომ იქნებოდა ძალადობრივი და პროცესში, როდესაც ევროპარლამენტარები, მოლდოვის პრეზიდენტი ხო პირდაპირ აი როცა ეს მოძალადეები პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მიზნით ძალადობდნენ, მაია სანდუ ამბობდა რომ მიდით ბიჭებო, თქვენ იცით, თქვა მხარში გიდგავართ. მოლდოვის პრეზიდენტმა თქვა ეს. რასა იუკნევიჩიანემ თქვა ეს. და კიდე რამდენიმე პოლიტიკოსმა, ევროპელმა თუ არაევროპელმა თქვა ეს. აი ეს არის ეს უნდა გავიაზროთ კიდე ერთხელ, რომ მოძალადეები ეს ხალხი ძალადობაზე და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების განზრახვის აღსრულებაზე წაიყვანეს გარედან წაქეზებით და მხარდაჭერით. მშობლებს შორის უკვე რამდენიმე ათეული დღეა ეს ადამიანები დგანან კანცელარიასთან, მათ შორის გამარჯვებას აფრენებენ იმისთვის, რომ ისინი შეხვედრებდნენ მათ შორის პრემიერ-მინისტრს, რადგან ეს შეხვედრა ოფიციალურად შედგა მიმდინარეობს ამ წუთებში. თქვენი მხრიდან რა მოლოდინები არსებობს, სახელმწიფოს მხრიდან რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე ათეული დღეა დგანან ეს მშობლები და ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის. ჩვენი მიდგომა კვლავ იგივე არის სახელმწიფოს საქართველოს სახელმწიფოს ზოგადად ჯანდაცვის მიმართულებით სწორედ ქართულმა ოცნებამ აიყვანა სტანდარტი უფასო ჯანდაცვის სტანდარტზე, როდესაც მოსახლეობას აქვს სრულად შესაძლებლობა რომ ძირითადი მისი სამედიცინო საჭიროებები სახელმწიფოს ხარჯით და დაფინანსებით დაიკმაყოფილოს. მეორეს მხრივ, იშვიათ დაავადებებზე საქართველოს სახელმწიფოს აქვს სპეციალური პროგრამა 25, აი ასეთი ტიპის 25 სხვადასხვა სახის იშვიათ დაავადების დაფინანსება ხდება და მიდგომა კვლავ ისეთია, რაზეც ჩვენ საუბრობდით, სადაც არის რეალური ხელშესახები, შედეგები
იქნება ეს სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატების გამოყენება თუ ასე შემდეგ, სახელმწიფო რეალური შედეგები ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მზად არის განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები. ამაზე იყო მთელი ეს პერიოდი მსჯელობა და ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამ საკითხით არის დაკავებული, რომ შეხედოს რა არის ასე ვთქვათ, გაბუქებული ცდილობა რომ გააბუქონ შესაძლებლობები გარკვეული მედიკამენტების და არაერთი მაგალითი იქნა მოყვანილი პრეპარატებისა, რომელსაც მოყვა ლეტალური შემთხვევები, პრეპარატებისა, რომელიც კვლევებით დადასტურდა, რომ არანაირი შედეგს არ იძლევა, კლინიკური კვლევებით დადასტურებული არის ეს ყველაფერი და ამის მიხედვით სწორედ პროფესიონალებზე და სამედიცინო ასე ვთქვათ, სფეროს წარმომადგენლების დასკვნების საფუძველზე მიიღებს სახელმწიფო გადაწყვეტილება ამ საკითხზე იქნება თუ სხვა საკითხებზე. მინდა გითხრათ ოპოზიციის ერთ ნაწილში დაპირისპირება. რაც შეეხება პრემიერის შეხვედრას, ესეც ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ პრემიერი მთლიანად მთავრობა ამ საკითხით დაინტერესებული არის და არავინ არ უდგას ჯინში, თავარი არის ერთი რამე. მათი შვილებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო არის მათი შვილებისთვის და არა პირიქით. ოპოზიციის ერთ ნაწილში დაპირისპირებაზე მინდა გითხრათ, ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენ ვხედავთ ურთიერთგრაობების სერიას ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის არაერთი წერილი გამოქვეყნდა მათი მხრიდან და ამის ფონზე თქვენ როგორ ვფიქრობთ, რა მედიების ახლა ოპოზიციურ ალიანს, თქვენი შეხედულება რა არის და ჯერ ერთი მხრივ თავად ეს განცხადებები და წერილები თქვენ მხრიდან როგორ ფასდება და მეორე მხრივ რა მომოდინები არსებობს? აგითხათ, ხა ეს პირველად რო ხდებოდეს ამ ქვეყანაში, რაღაც კიდევ ვიფიქრებით, მაგრამ ეს ხო სულ მუდმივი პროცესი არის. ესე იგი, ერთად შეყრის, გაყრის და ამ შეყრას და გაყრას ვაკვირდებით უკვე რამდენი წელია. ასე რომ ამის უკვე აღარ გაგვიგია რა არის გულწრფელი, რა არის ნათამაშები, რა არის ასე ვთქვათ, გარედან გეგმა, რა არის სპონტანური შიგნიდან. ზოგადად ეს არის ბედი ყველა ადამიანის, რომელიც მიდის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ყველა პოლიტიკოსის, რომელიც მიდის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, შემდეგ აი ესეთ ამ რადიკალიზმს, რომელსაც თესავენ, მე ეს რადიკალიზმი საბოლოო ჯამში თავად მათ ჭამთ, ასე ვთქვათ და მათივე პრობლემა ხდება. ასე რომ, რა ვიცი, ისემ უქნიათ დაუჭირათ ერთმანეთს. და ბოლო კითხვა, ჩემთან BBC-ს საერთაშორისო დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ, რამდენიმე კვირის წინ თქვენ გითხარით, რომ მეორედ მიიღეთ უარი BBC-ს მხრიდან და აპირებდით მესამეჯერ ისევ BBC-ში გადაგზავნას სარჩელის. შევთხოვთ მესამე პასუხი ხო არ მიგიღიათ BBC-ს მხრიდან და თუ არ მიგიღიათ, რა მოვაკეთოთ? პასუხი მესამე გადავაგზავნით, ასე ვთქვათ, ჩვენ ძალიან სკრუპულოზულად მივყვებით ამ საკითხს და რა თქმა უნდა შევაბრუნეთ კვლავ და საჩივარი. დიდი შრომა მიდის, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი არჩევნები იყოს სათანადო ხარისხის და დასაბუთებული, რაც არის კიდევაც და მინდა რომ აქედანვე დაგარწმუნოთ. ვერით ჯერ პასუხი არ მიგვიღია, ნახოთ რა იქნება პასუხი. მე მინდა გითხოთ სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველოს მსოფლიოში 33 პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო 20-ში მე-15 იკავებს. რომელი უკაცრავად სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველოს მსოფლიოში 33 ადგილზე, ევროპაში მე-15 ადგილზე და ჩემის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2020 წლის ანგარიშის ფარგლებში ესწრება გამოქვეყნებული. როგორ ფასდება თქვენი მე ამ შეფასების გარდა ყველაზე კაი შეფასება, რაც ასევე მეტყოლებს, არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. მე ეჭვი მეპარება და სხვა შეიძლება დავინტერესდე. ეჭვი მეპარება, რომ არსებობს კიდე რომელიმე სახელმწიფო, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებები, შიდა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც იყო საყოველთაო თავდასხმის ობიექტი, შემდეგ მას სტრასბურგში გაემარჯვა და ასეთი მაღალი სტატისტიკა იყოს, რომ როგორც საქართველოში გვაქვს, რომ ფაქტობრივად კი არა, ყველა სასამართლო გადაწყვეტილება, ყველა საქმე, რომელზეც იყო თავდასხმა შიგნიდან რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მხრიდან, ამ კომისიის თუ იმ კომისიის მხრიდან ყველას თავდასხმის ობიექტი იყო და ყველგან მოვიგეთ. საქართველოს და მისმა მართლმსაჯულებამ ყველგან გაიმარჯვა. მე არ მეგულება დედამიწის ზურგზე კიდე სხვა ასეთი ქვეყანა,
რომელშიც საქმე ასეთ დიდ პოლიტიკურ ასე ვთქვათ რეესტრში არის აყვანილი, არის ფაქტობრივად ყველა თეთრი ფუმფულა ხალხის კრიტიკის ობიექტი და საბოლოო ჯამში ყველა ეს თეთრი ფუმფულა და ხალხი და ქვეყნები მარცხდებიან სტრასბურგის სასამართლოში. უბრალოდ არავის არ უნდა შემდეგ რომ ის ტალახი რომელსაც ისინი იღებენ იმ განაჩენით რომელიც გამოაქვთ სტრასბურგის სასამართლოს რომ აჩვენონ რომ მათი თეთრი და ფუმფულა ასე ვთქვათ დემოკრატიულ ლიბერალური შეფუთვა არის ახლა უკვე შელახული და მათი რეპუტაცია შელახული. იმიტომ კიდევ ერთხელ, როდესაც ბრიუსელი გაგაკრიტიკებს სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, რუსთავიორის საქმეზე, ახალაიევის საქმეზე და ყველა ამ საქმეს გაკრიტიკებს თან როგორ გეუბნება რომ ეს იყო კორუფცია, ეს იყო წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, აქ იყო ჩარევა, ზეწოლა, აი ამ სიტყვებით, ამ ასეთი უკიდეგანო კრიტიკით თავს გესხმის და ბოლოს ყოველ ამ გადაწყვეტილებაზე სააკაშვილზეც, მელიაზეც, გვარამიაზეც, ახალაიაზეც, რუსთავიორზეც, აი აღარ ყოფნის უკვე თითები ჩამოსაცვლად რამდენი ასეთი გადაწყვეტილება, ყველგან მარცხდები ბრიუსელი, ყველა შენი არგუმენტი განულებულია შენ სტრასბურგის მხრიდან და შემდეგ იმალები ბავშვით, რომელსაც არ უნდა აღიაროს, რომ რაღაცა დააშავა და ემალები რეალობას, რომ თითქოს შენ არ იყავი გუშინ, რომ ქვეყანა წლების განმავლობაში რუსთავიორის საქმე ამის კარგი მაგალითი არის, წლები 9 წელი თუ რაღაც გაგრძელა თუ არ ვწდები, წლების განმავლობაში ქვეყანას თავსლაპი დაასხეს, გაგვასწორეს, ხალხად არ ჩაგვთვალეს, ჩვენი სასამართლოს გადაუარეს, აი ყველაფერი რაც შეიძლება ეკადრათ, იკადრეს, დამარცხდნენ და ვითომც არაფერი გამოვლენ ისე კიდე დაგვიწყებენ საუბარს როგორ უნდა იყოს მოწყობილი სასამართლო პარლამენტმა ასე აერჩიოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლე თუ ისე აერჩიოს რა ვიცი აი მე სხვა თანამდებობის პირი ასე რომ ეს მხოლოდ ერთი რამის დასტურია რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ ქართული ხალხის სიბრძნე სწორედ ეს არის კარგად ხედავს ამ ყველაფერს და ამიტომაც არის რომ ყოველ ჯერზე ქართული ოცნება იმარჯვებს და მარცხდებიან ისინი რომლებიც ფიქრობენ რომ ევროპის დროშას აგვიფრიალებენ თვალწინ და ამაზე ამითი დააბრმავებენ ჩვენს გონებას და ვერ დავინახავთ ამ ევროპის დროშის უკან თუ რაოდენი ბოროტებაა ხანდახან საქართველოს წინააღმდეგ.